გამარჯობა, მინდა მოვიკითხო ყველა ჩემი გამომწერები, ჩემი მაყურებლები, დღეს სპეციალურად გამოვყავით რომ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მესაუბრა, იმიტომ რომ ხმას იღებს ისეთი ადამიანები, ნამდვილად არ შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ამისთვის არ მომნახო სივრცე და ამ ნაძირლებს არ გავცე პასუხი. თქვენ მოგეხსენებათ ახლა რაც ტრიალებს საქართველოში რაც ხდება რა შეტაკებების მიდის ეს ცალკე ტრაგედია, მაგრამ აი ეს კოცების ბანაკში ჩამჯდარი გენშტაბის ყოფილი უფროსი, რომელიც იქ ვერანაირად ვერ დაჯდებოდა რომ არა ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნება, ვახტანგ კაპანაძეზე მაქვს ლაპარაკი. ეს ადამიანი დღეს გამოდის და იძახის რომ ახლა ძალოვნებიო, რასაც აკეთებენო, ეს არისო ომის დანაშაული. და ეს არისო ისეთი რაღაცაო, მე რაო შენო შუშხუნას თუ გესვრიანო, ომშიო შეიძლება ტყვიაც გესროლონო, მაგრამ შენ ისეო იმის ისე მოქცევის უფლება არ აგაქო, როგორცო სპეცდანაყოფები იქცევიან. თქვენ ყურადღებას მივაპყრობ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. მე იქეთ მდგარ გადაცმულ ნიღბიან ქართველებს, რომელიც ქართველს წაქცეულს თავში წიხს ჩააზილავს, მე იმის სასარგებლო და იმის გასაправებლად არასდროს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ შენ რო გენერალი ხარ, შენ რო რაღაცა სტატუსი გაგაჩნია და გინდა რომ იყო თუ რაღაცა ხარ, ყველამ ვიცით ამ წუთას ვიტყვი ეგ ვინც არის. როგორ შეიძლება ქვეყანაში ომად შერაცხო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება? უკვე ამან ომი დაარქვა. ომი არის, ოღონდ ამათი ძალაუფლების მოსაპოვებლად და თვითონ აი ეს ნაბიჭვარი გენერალი კი არა. ამის ზედმეტი სახელი არის ეგრეთ წოდებული კლიჩკა სინკარა. ამას უძახოდნენ ჯარში სინკარას. და რატო უძახოდნენ იცით ჯარში სინკარას? იმიტომ რომ კოდის სამხედრო ბაზაზე ყაზარმებს ძარცვავდა, სინკარებად შლიდდა და ყიდიდა. და ასეთი კაცი გახადა თინა ხიდაშენმა გენერალური შტაბის უფროსი და კენგოლით ასე ჩამოფხატული შუბლზე მიათხრია ქუთაისის პარლამენტში, მის კაბინეტში, მაშინ ჯერ კიდე დანიშნული რო არ იყო თინა ხიდაშელი და თავისი ბიკინი ჩააფარა ბოლომდე თავზე თინა ხიდაშელმა. როდესაც ქალბატონი თინა გახდა მინისტრი, მისი საყვარელი აგლაძე, აი ამ ნაბიჭვარს, ამ სინკარას დააწინაურებია გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, ანუ მის მოადგილედ, თითქოს ხო მინისტრი არ ეხებოდა სამხედრო თანამდებობებს, მაგრამ ესე რა დაადებიებდა საშოზე თავს აი ამ ნაბიჭვარს და აკეთებიებდა ყველაფერს რაც უნდოდა. წაათრია მერე აი ეს ნაბოზვარი და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე კოლგოტკაზე შემოცმული, ელასტიკზე შემოცმული სამხედრო ხებეთი გაიტასავა იქ და ასე მოახურა ამან შეათბო რომ ვაზიანის ცივ ჰავას მისი უკანალი არ გაეყინა და ამას უყურებდა პირადი შემადგენლობა, ამას უყურებდა ჯარი და ამაზე დიდი საშინელება კიდე იკადრა და გააკეთა ამ კაპანაძემ ის რომ კახეთში თინა ხიდაშელის ვიღაცა მოგვარე ნაბოზვრის და თანაპარტიელის გულისთვის 1500 კაცი გადმოადგილებია არჩევნების წინა დღეს რომ ხმა მიეცათ. თან როგორ იცი დირექტივა მიცეს ჯარს, აი ამას მიცემთ ახლა ხმასო და გააყალბებია არჩევნები და ისე მოაგებია ხიდაშელის ეგრეთ წოდებულ თანაპარტიელს და ისე შეაშვებია პარლამენტში. ეს ხო კიდე ცალკე დანაშაულია და ამის გარდა ამ კაპანაძემ დღეს რომ სამხედრო დანაშაულებზე ლაპარაკობს, მისი ნაბოზვარი შვილი ვიღაცა ანა კაპანაძე ავღანეთში დაჭრილი ბიჭებს გააყოლა ამერიკაში ვითომ მეთვალყურეთ და იმ ჩათლახმა გოგომ ამერიკაში ჰოსპიტალთან მიატოვა ეს დაინვალიდებული და დაჭეხილი ბიჭები და მე ახლა თქვენთვის არ მცალიაო და გაიქცე და რეჰანას კონცერტზე მაგვიანდება ბილეთი მაქვს ნაყიდიო. აი როგორი კატეგორია იღებს ხმას და ვინ ყავდა ჩვენ ქვეყანაში გენერალური შტაბის უფროსი და ამას თავი გაანებეთ, ამას რო არ დაჯერდა ეს ნაბოზვარი კაპანაძე ადგა შეიარაღებულ ძალებში და პოლიგონები, რომელიც საწვრილი ტერიტორიაა და შეიარაღების გამოსაცდელი და ჯარისკაცების სასროლი ესაა, რა ქვია, ბაზირების ადგილი
ცხრების საძოვრად გააშვებია წემსებს და იქედან ცხვრის ბიზნესი ქონდა და გენერალი კაცი გენერალური შტაბის უფროსი ცხვრის დუმაში იყო თავშეყოფილი შენი უსინდისო დედა შევეცი გამოსათრევი ხარ ფეხით და აი როგორ ხარ ციხეში ხარ ჩასაყუდებელი და კიდე ერთხელ არავის არ დავიწყებია ის თინა ხიდაშელის დროს თინა ხიდაშელმა შეიძლება თავი დაიძვრინოს იმითი მეო სამოქალაქო პირი ვიყავი მინისტრი ვიყავი და ჯარიო შენი იყო და შენ უნდა მიგეხედაო და შენ ბიჭო ჯარში პირველი კაცი იყავი პირველი კაცი გენერალი და გენშტაბის უფროსად იჯექი და პატარა ბავშვები გადაიყვანეს შენი ნათლი მამის ილია ლუტიძის ბაზაზე აწამეს ეს ბავშვები გართობის მიზნით და შენ ამ ყველაფერს ხელი დააფარე რა თქმა უნდა თინა ხიდაშელის დავალებით მაგრამ ეს ფაქტი ხო დამალე და შენ ლაპარაკობ ვიღაცა იმისი რიგითის კაპრალის სერჟანტის და თუ გინდა იმისი უფროსი ლეიტენანტის ცოდვაზე ქუჩაში შენ დედას შევეცი შენ სადაც ახარ და ვინ შენ გისმენს და ვისაც შენ კაცი გონი ხარ ბიჭო შენ რამე ხო არ გეშლება ყველა გიცნობს ვინ ახარ რა ხარ და რა გიკეთებია და იმაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია ომის მერე ალასანიას ტრაქში შეყოფილო კლიზმა ომის მერე ყველა დანაშაული რო გადაფარე და სამხედრო გამოძიებას ხელი შეუშალე ვინც ბიჭები დაყარა ვინც გვამები მიატოვა ვინც ცოცხლები გვამებად აქცია ვინც საკუთარი ჭურვები артиლერია საკუთარ ჯარისკაცებს დაარტყა ომის დროს თავში ვინც მილიონების ქონება საჰაერო თავდაცვის ფრონტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუტოვა მოწინააღმდეგეს ვინც სენაკის ბაზაზე იარაღი გადააბარა ვინც წინა დღეს საბოტაჟით ისეთ მანქანებს როგორიც არის არაკეტო საზეიმტო კომპლექსები საწვავი აუზები ამოუღო შენ არ დამალე ყველაფერი შენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობ შედედა მოწყნულო გამოსათრევი ხარ ფეხით ახარ გამოსათრევი და თავისუფლების მოედანზე აი ესე ხარ დასაყიდებელი შიშველი მუსოლინივით შენ ნაბოძვარო და გამოძიებაა დასაწყები შენთან მიმართებაში რამოდენიმე მუხლით და ეს ნაბიჯვარი მიდიოდა და ტუსკაძეს ნახულობდა ერთ მამუკა ტუსკაძე მე იმ კაცზე ცუც 100 წელი არ ვიტყვი და არ ვიკადრებ არაფერს პირიქით იმან ბევრ რაღაცასთან მიმართებაში სიმართლეს ხელი შეუწყო იქ დარბოდა იმასთან და იმას ეუბნებოდა შენთანო თუ იცნობ მეგობრობსო ასეთი კაციო დავით ნემსაძეო და ნუ მაგინებს ეთერიდანო გაგინებ კი არა გამოსათრევი ედა გაქვს მოსაწყნავი შენ და შეყლექალაცოს რაები იკადრეთ ბიჭო ეს და რაები აკადრეთ ქვეყანას და ახლა თანამდებობა უნდა კიდე და ახლა სუნი იგრძნო რომ ხელისუფლება იცვლება და აბა იქნება კიდე გენშტაბის უფროსად დამინიშნოს ეს ვიღაცა კოცები ერთი წამით არ მეწოდებიან კოცებო თქვენ დედამოწყმლებო რაც გითხარით კაპანაძესთან მიმართებაში შაიშმელაშვილთან მიმართებაში ამ თქვენ ეგრეთ წოდებულ პროპაგანდისტ გოგა ბარბაქაძესთან მიმართებაში და სხვა ნაბოზრებთან მიმართებაში ყველაფერი ხო აგიხდათ ხო გეტყვით დედისტრაკი ხო გაიქცა თქვენი გემიდან ეგრეთ წოდებული ვირთხები ხო მოგაყარეს მიწა შენ დედა შევეცი ხო იძირებით მიწაში თქვენ ბიჭო საცოდავები კი არა თქვენ ყველაფრის ღირსი ხართ ყველასგან აი ახლა აქტიურობენ ეს ეგრეთ წოდებული პროჭიაშვილები თავდაცვის სამინისტროში ჩამალულები ამგენთან მიმართებაში აი როგორ შეიძლება კაცმა რამე სერიოზულად ილაპარაკოს მთელ სანათესაო იმათ ქონდა გადაქცეული თავდაცვის სამინისტრო დაწყებული აი ეს კრიმინალები ახლა ხალხს რო ურტყამდნენ ქუჩაში ვის მოუწოდებს ეს ბოზიშვილი ეს კაპანაძე თვითონ ყავდა ეს შეიშმელაშვილი იქ დამალული ბაზაზე შტაბის უფროსად მისი ნათლი მამის დაქვემდებარებაში და ბავშვებს აწამებდნენ და ხმა არ ამოუღია მაშინ და ხმა რეაქცია არ გაუკეთებია და ის შეიშმელაშვილი ჯარისკაცების დედებს აყენებდა შეურაცხყოფას და ეს ბოროტება რაც ქუჩაში დაინახეთ თქვენ და ვინც შეეხო მოქალაქეებს ყველა მის დაქვემდებარებაში იყო იმ თავდაცვის სამინისტროში და ეხლა იღებს ეს ხმას და ეხლა უნდა ამას გამჭირვალობა და ომის დანაშაულზე ეხლა ლაპარაკობს აი დიდი სარი უნდა გათალონ და ტრაქში უნდა შეგიყონ და პირში რო გაგივა ისე უნდა წამოგწიონ მოედანზე როგორც დავით აღმაშენებელი აკეთებდა ამას ეს ჩემი გამოგონილი სასჯელი კი არა შენაერ მოღალატეებს და დედამოწყნულებს უკეთებდნენ ამაერ სასჯელს ბიჭო ხმა არ მოიღო შენი დედა შევეცი შენ არი ფიქრო რომ ვიღაცას დაავიწყდი და შენი ეგრეთ წოდებული გონორის
და შენი ეგრეთ წოდებული იმის ვისაც ეშინია და ვინც დაგიშინებია აქამდე წადი და იმასთან გაიტანე თემა ვიღაცა გამოყლებებულები ყავდა იმაში დაქვემდებარებაში რა იმაზე ლაპარაკობდნენ იცი ძაღლად არ გთვლიდნენ ადამიანს და იმათ არ გთვლიდნენ და კიკაბიძეები და ვიღაცა ნაბიჭრები და თუ ვინმეს მისი შვილი მოუწყნია ყველა თანამდებობაზე დასვა იქ სიმართლე უნდა ითქვას კაცო ყველაფერი იცის მონიტორინგის ქვეშ ყავდა ეგენი წლების მანძილზე ენი დედა მოვტყან თქვენი და თქვენ დედა შევეცი აი ხარ არიცი აი ამ პატარა დეკატას გადავავდოთ რა თვალი ეგენი ყოფილან ერთი დაჯგუფება ყოფილან რა მე ძალიან კარგად ვიცოდი რა რაიმე მომენტი იყო იცი ხიდაშელი მისი სასტავი ჯარში ეგრეთ წოდებულ საზოგადოებაში თეატრში კინოში შეხედეთ არც თეატრია არც კინოა არც ჯარია არც საზოგადოება არც პოლიტიკა როცა ერთი ჯიშის ტიპები ქმნიან ჰაო ეს ვინა ამის დედა შევეცი ვიღაცა მეტრაკე ზალიკო ბერგერი მაგინებს ზალიკო შენი დედა მოვტყან წადი თავდაცვის სამინისტროში მოუყევი ხალხს რასაკეთებდი თავდაცვის სამინისტროში ეგრეთ წოდებულ გენერლებთან ერთად მიდი მოუყევი თუ არ მოუყვე შენი დედა შევეცი ის ტრაქში რო წნაურობდით ერთად შენ და კაპანაძის მიერ დანიშნული გენერლები ზოგი მერე გერმანიაში და ზოგი იმის იქეთ რო გაუშვეს და ზოგი იზორიასთან როა მიკერებული ანიჭიერი ხალხი ხართ ამის დედა ვატირე საიდან გამოცხვით ასე რამ შეგაკავშირათ დოსტოევსკის არ იყოს ხეს მამაძაღლი ტიპები რა მარტივად ერთიანდებიან თქვენზეა ნათქვამი თქვენზეა ნათქვამი კი ჩემო კარგო მეტრაკეები არიან ეგენი ყველა აბა იქ იმ შეერაღებული ძალებიდან კაცები ვაშკაცები და ჯიგრები ვინც იყვნენ ყველა გამოყარეს და დარჩნენ ესენი და ამათი ანასხლეტები არიან იქ დარჩენილი თუ არა ტიტუ ფიჯო ეს ბერგერი თავდაცვის სამინისტროს კლიენტურაა რა საიდან მიკვირდა ხოლმე ამდენი მეტრაკე თავდაცვის სამინისტროში საიდან იყო ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა პოლკოვნიკი კაცი იყო შვილო შენ კიდე არ იცი რამხელა სიბინძურეში გიწევს ცხოვრება აქო მართალია იმას გავლილი ქონდა ყველაფერი და მე კიდე გასავლელი მაგრამ მე დროულად მივხვდი თქვენ ვინც იყავით თქვენი დედა შევეცი ეგრეა ეს არის სიმართლე ომის დანაშაული ომი დაიწყო უკვე ქუჩაში ომი დაიწყო და ომად შეაფასა მიმდინარე პროცესები უკვე დაარქვა ამან ომი ყველაფერს რაღა უჭირს ერი თავისუფალია რა კაპანაძემ ომი გამოაცხადა თვითონ დაждდება გენერლად მხედართ მთავრად შენი დედის ტრაკი მოვტყან შენ ბიჭო წესიერად როგორ შეიძლება ვინმე მოგმართოს რა დავიდა რა ვარ მე დავითა ვარ ზალკუტუნა შენი დედა შევეცი ეს პროჭები თითო რამდენი არიან მთელი უწყებები მთელი ეს ვაშკაც ბიჭებს გაყრიან და მიიღებენ ამ 21-22 წლის ბიჭებს და კუნთმაგარ ტიპებს და დავაი ესე უბნებიან გააკეთე გამოიყენებენ პრეზერვატივივით მე ანყრიან აუბედურებენ და იქ ვინც ომი გაიარა და ვინც რაღაცა ნახა და ვინც ამათი შავი და თეთრი და ცუდი იცის ამითი დედა შევეცი ეს პროჭები არასოდეს თანამდებობაზე არ სვამენ რომ სწორი რეალური შეგრძნება იყოს და შეხედულება იყოს ყველაფრის ესენი ვინ ნახე რამდენი ნაბოზვარი შემოვარდა და აპრავებს ეგენი ლიჟბი ამათ არ შეეხო რა ერთი კვირის პროგნოზი რა უნდა გითხრათ ჯიგრებო პროგნოზი იქნება ესეთი კოცებს არა აქვთ აღიარება არ შეიძლება ამათ კონდეთ სამოქალაქო აღიარება და ესე ჩაკვდებიან ესენი დედა მოიტყნებათ მაგრამ აი ეს პროჭიაშვილები ახლა ვინც აყავს გაბოროტებული აი კაპანაძის ნაირები ხიდაშელის ნაირები დოლიძის ნაირები ამაითესლები ეგენ დაიწყებენ ამათ დაკვენა შორიდან ყალბი მეთოდებით და ისინი ადგებიან პატარა ხანში და ამათ დაუდებენ კომპრომატებს და სულ ცოტა ხანში თუ ტრაკი არ გააჩერეს სისხლის სამართლის საქმეები ამათ წინააღმდეგ რომელიც საერთაშორისო შემოდებული და ამოიღებენ გამოწევენ ამას და გაუშვებენ ამათ სისხლის სამართალში ძალიან ბევრს ან როჩა აყუჩებენ ამ სიტუაციას მე გაუშვებენ პრობლემა არ არის არანაირი პრობლემა არაა აი ეს არის აი ესეთი რაღაცები მოხდება აქ всё ეს არის ერთი კვირის პროგნოზი ეგენ შეეცდებიან ყველაფრის გადაყირავებას და ეხლა რასაც აკეთებს კაპანაძე ეს არის ჩვეულებრივად
ჩვენი ქვეყნის ომში ჩათხრევის თემის გაправება. ამას უნდა რომ ახლა დაიწყოს სამოქალაქო ომი, რომ მე თვითონ კომპეტენტური პირი იყოს და კომპეტენტურად მძიმე სიტყვებით ილაპარაკოს, გამიგენ? აი ესეთი რაღაცაა. თქვენ ბიჭრებო, თქვენ არ გიცნობდეთ მაინც ვინა ხართ და რა ხართ, ბიჭო. ყველას გიცნობთ. ზალიკო ბერგერი იწავს გამოდებული იმითი რა, ზალიკო შენი დედა შემეცი შენ. თქვენ მოგიწევთ ერთად თავდაცვის სამინისტროში, მე შენ იქნები გენერალი, აი ეს ზალიკო იქნება გენერალი და კაპანაძეს მიუჯდება გვერდში. ცნობილი გენელები, ცნობილი სპორტსმენები, ცნობილი ისინი ხო ყავთ და დაუჯდება ასე გვერდში და ვაშკაცურად საბრძოლო სულის კვეთებაზე იზრუნებს ეს ზალიკო ბერგერი. ხო, ტრაქში ტყნაურით იზრუნებს ზალიკო ბერგერი თავდაცვის სამინისტროში. სინამდვილეში რო იცოდეთ, აი ეს ზალიკო ბერგერი. იქ ბევრს ჯობია რა. ზალიკო ბერგერი რო ქვეყანაში იქნება გენშტაბის უფროსზე მაგარი ტიპი, სპორტ წარმატებულ ოლიმპიელზე მაგარი ტიპი, აი იმ ქვეყანას უკვე დედა აქვს მოწყნული. აი ესაა სიმართლე რა. რა შეფასება გინდა გავაკეთო, რამდენი დანაშაულზე გინდათ ვილაპარაკო. გრიფით საიდუმლოები აქ იმ ჩვენებებს მიცემული, რომელიც მე მიცემული მაქვს პროკურატურისთვის თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე კრიმინალზე კაცო. აი ეს იყო ტიპი გენერალური შტაბის უფროსი, რომელმაც ყველაფერი დაატორმოზა. ეს უნდა იჯდეს ციხეში არჩევნების გაყალბებისთვის კაცო. ამას საერთოდ ხმა რაზი აქვს ამოსაღები. შენი აზრით ვინაა საქართველოს სუფთა ადამიანი? ამას ამ შეკითხვას ეთყობა არ მისვამ შენ ისა რა ქვია სერიოზულად, იმიტომ შენ ბიზია თუ მაგ ხელა უნარი არა გაქვს რომ შენ სუფთა და ბინძური გაარჩიო და მე მეკითხები და ჩემ სიტყვაზე გინდა შენ ადამიანებთან ურთიერთობა გქონდეს, ეს სხვა თემა და თუ ჩემი ავტოპორტრეტის დანახვა გინდა, მე ვისვლი კარგად და ვისვლი ცუდად, მაგის სხვა თემა არის რა. არსენა ცუხიშვილის დედა შევთხარე პირში. აი ეგრე ჯიგარო. როწერ მაგ არსენა ხუციშვილი უდედამოტყნულესი კრიმინალი, რომელიც პოლიტიკურ დევნაში არის ჩემი მონაწილე. აი ეგენი ყველა ბიჭო ერთი შაიკარა არსენა ხუციშვილს რა ცუხიშვილს რა პრეტენზიები აქვს საერთოდ. იმაგას რაც აქვს ნაკადრები რომანა ჯოხაძესთან ერთად და ამ ნაბოზვართან ერთად მილიონების ქონება აქვს თავდაცვის სამინისტროში შეჭმული აგერა მაქვს ტონა მასალა წამოღებული ტონა მასალა მიდევს წამოღებული ამგეს 9 ჯერ გაასამართლებს ნებისმიერ დროს ხელისუფლება რო შეიცვალოს ეროვნული ხელისუფლებით საქართველოში არანაირი აზრი ამ აქციებს არ აქვს ეს აქციები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს ერთადერთი პლუსი ამ ყველაფერს აქვს ის რომ კოცების პოზიციები შესუსტდება ნახდათ შესუსტდება ამათი ურთიერთბრძოლა ამათ მიიყვანს სერიოზულ დამბლამდე აი ეს ეკნებათ ამ ყველაფერს თორე აი ეს თუ რაც სირიაში მოხდა ისეთი ფორმით თუ საქართველოში არ დაიწყება ხელისუფლების შეცვლა ეს არის პუტჩი და ეს არის თუნდაც იარაღის ხელში აღებით და პირისპირება ქართულ ოცნებას ეგენის ხონაირად ვერ შეცვლიან გამორიცხული არის ამ გენს ამ ეგრეთ წოდებულ გენერლებს ეგრეთ წოდებულ პუტჩისტებს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს ეგრეთ წოდებულ ხიდაშელ უსუფაშვილ ხაზარაძე ამნაირ ყლეყლეპროჭა ტიპებს ხო ივანიშვილის მოკლა თანამდებობრივად და პოლიტიკურად არ შეუძლიათ ეს არის სისულელე ეს თქვენ არავინ არ დაგაჯეროთ და იმხელა ისა კივანიშვილის მიღებული რა ქვია ბლატები ვინც არ უნდა დაურეკოს მაგი იქნება საფრანგეთიდან ამერიკიდან თუ სადაც გინდა ერთი სიტყვით შეახსენებს ყველას რა საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ მე კი არ ვწყვეტ ყველაფერს ეგრეთ წყვეტს მურუსიძეო ეტყვის და იმ მურუსიძეს რო დაჭირდეს იყავს ტრაქში ამოსვლებული, რასაც უნდა ხვალდაზე სასამართლო სახელით იმას გააკეთებიებს. აი ეს არის. ან ყველაზეო ცუდი სიძახიო დათო 126 მეუნება და არ ვიცი ბიჭო ესა რა ქვია ცუდს კარგად ვერ ვინ შეცვლის თავსა ახლად ვერ ვინ იშობს. გაგონია ასეთი რაღაცა?
ავსა კარგად ვერ ვინ შეცვლის თავს ახლად ვერ ვინ იშობს უკაცრავად პროჭი როდის იქნები იცი ცუდზე რო იტყვი კაიაო და საზოგადოებას მოატყუებ რა აი ესაა პროჭობა რა უქნა ვიყავი ვიმსახურე წლები და ვნახე ეს ხალხი ურთიერთობაში და კრიმინალში და ემაში და ვიცი ვინც არიან და როგორ გითხრა რომ კარგია თუ რა გინდა ხა ჩავრთო აქედან ისა რა ქვია და ვილაპარაკო აი ვინ არის კარგი ხო артиллерიაში იყო артиллерიის მერე გენშტაბში იყო ეს ცუხიშვილი და უნაბოზრესი ტიპი იყო პოლიტიკურ საქმეებში იყო გახვეული ბატონ ლუტიძესთან სატანკო ბაზაზე და დარბოდა აი კვირაში ორჯერო პადნოგი დაედო ჩემთვის და რამდენიმე ვაჟკაცი კაცისთვის ვინც ვიყავით სააკაშვილის რეპრესიის შემდეგ აღდგენილი შეერაღებულ ძალებში დედა ცუხიშვილს პირში მოსაწყნავი და მოუტყნავ კიდევაც ადრე თუ გვიან და აქედან მივმართავ ახლა ამ ყლეებს ამგენს ქართულ ოცნებას თქვენ ყლებო ხო მოგეტყნათ დედის ტრაკი თქვენს ტრაკში ამონავლები როჟები ხო გიკეთებენ ყელზე ყულფს ხო გეუბნებოდით დედას მოგიტყნავენ თქვა ახლა ადექით ჩამოიღეთ პროკურატურის ტვერიანი თაროდან სისხლის სამართლის საქმე კაპანაძის წინააღმდეგ არიცი არჩევნების გაყალბება ჩამოიღეთ სამხედრო ბაზებზე არალეგალურად ბიზნესის წარმოება ჩამოიღეთ სამხედრო ბაზების ინვენტარის ქურდობის საქმე და არ გეშლებათ მაგი გაისტუმრეთ ის მის ადგილს გენშტაბის უფროსად კი არ უნდა დაგესვათ თქვენ ყლეებო იმიტომ რომ მაგარი ტიპია და ვიღაცამ გვიკარნახა გენშტაბის უფროსად კი არ უნდა დაგესვათ ციხეში უნდა ჩაგესვათ ციხეში იყო მისი ადგილი და გენშტაბის უფროსად უნდა დაგესვათ კაცური კაცი და კაცური ადამიანი და ქართველი კაცი და ამდენი პროჭობა მის მერე არ იქნებოდა. თინა ხიდაშელის დროს გავიდა თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია და მიაწოდეს რუსებს ვეტერანების შესახებ, პირადი შემადგენლობის სიების შესახებ. ვინ მიაწოდა? ვინ იყო გენშტაბის უფროსი? კაპანაძე იყო გენშტაბის უფროსი. დასაჭერია კაპანაძე. აბა რა არის? ისეთი დანაშაულები ჩამოთვალე მე ნებისმიერ მათგანზე რა 4-5 ბრალდება ხო დავდები რა. აბა გაბედოს ვინმემ და თქვას რომ ეს ფაქტი ტყილია. ეს ჩემი მოზღაპული ფაქტები კი არ არის, კაცო. პროკურატურაში ეს საქმეები სისხლის სამართლის ნომრები იტევს და ზოგს გრიფიც აიდუმლოადებს, კაცო. ზოგს კი არა უმრავლესობას. მოხსენით ეს გრიფები, გაასაჯაროეთ, მიეცით ამას სამოქალაქო მსვლელობა, შეუყვანეთ მუხლში საქმე და მოუთხანით დედის ტრაკი. თქვენ მაგი გეშლებათ, როგორ კეთდება? და თუ მაგას არ გააკეთებთ, მოგიბრუნდებიან ცოტა ხანში. და მოგიტყნავენ დედის ტრაკს, გაგიკეთებენ გადატრიალებას. და როგორ გადატრიალებას? მე რო ვიძახი რომ არა ამგენს არ შეუძლიათ და იმას არ შეუძლიათ და ამას არ შეუძლიათ. აი ამგენს ვინც იჯდა თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე. სრულიად ჰქონდათ ინფორმაცია სად ინახებოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ გადალახული იარაღი. არც ერთი საცავი ხელმოკიდებული არ არის. მეტიც არც ერთ საცავზე არ არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ დეკლარირებულად ამოღებულიყო თუ რაღაცა პოლიტიკურად არ ჭირდებოდათ რაღაცა თემების ამოწევა, მათ შორის ალასანიას დროს ისეთ რაღაცებს მოკიდეს ხელი და ამოიღეს, წინასწარ რომ ხალხს ჰქონდა განცხადებული, აგერ გვიწვია სახში და მოდით წაიღეთ ეს იარაღიო და მე იქიდან პოპულიზმი შექმნეს. მაგრამ რაც იყო ამოსაღები, ისინი მიწაში ყრია და ეს ყველაფერი იციან, კაცო, ამ კაპანაძეებმა და იმგენმა. ეს კაპანაძე უნდა იჯდეს ახლა პროკურატურაში და უნდა იკითხებოდეს ასეთ საკითხებზე. არჩევნების გაყალბება, ბავშვების წამება, ბიზნესი თავდაცვის სამინისტროში, პლუს ამას მატერიალური ქონების განიავება, სახელმწიფო ქონების პრემიები, ასე შემდეგ, ნეპოტიზმი მის შვილთან მიმართებაში ჩადენილი კრიმინალი და ასე შემდეგ. და საიდუმლო საქმეებზე, რაც იყო 2008 წლის ომის გამოძიება, რაც ამ დედამოწყნულმა ბევრს დააფარა ხელი და დააწინაურა თანამდებობებზე, იმაზე უნდა იკითხებოდეს ეს ნაბიჯვარი. ეს იყო ეს ომის მერე ამ ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობა რო წავიდა იმიდან ხელისუფლებიდან პირველი გენშტაბის უფროსი ეს იყო. ამან გადაულესა ყველაფერი ლამაზად. და იმას თანამდებობაზე ახლა უნდა მობრუნება და იმას ითხოვს რა უნდა რა ბიჭს უნდა ეგ თანამდებობაზე ჯდომა უნდა რა პრობლემა არის. პირადად ამყავს ნანახი ეს დედამოწყნული და ნალაპარაკები ვარ პირადად ამ ბოზიშვილთან. რო არ ვიცოდე ვინ არის, კიდე სხვა თემა არის. ამოსათხრელია მიწიდან.
მაგარი უზრდელი ვარ კი არა, დედები გაქვთ ბიჭო მოსატყნავი. სისხლზე გაგვიყვანეთ ხალხი ამდენ და მთელი შეიარაღებული ძალები და დაასუსტეთ მთელი შეიარაღებული ძალების სულისკვეთება. დილიდან საღამომდე ყლე უნდა გედოთ პირში თქვენი დედაშე, თქვენ გონია ლამაზიენი დაგელაპარაკებით? რამდენი პოლიტიკური დევნილი, რამდენი არასწორად ჩაქოლილი, რამდენი გაუბედურებული, რამდენი გაყრილი, რამდენი ბანკების ტერორში დატოვებული. რამდენი თავდაცვის სამინისტროში სული დატოვებული ჯარისკაცი როა მიაწერდით იქ მოკლავდით თქვენი დედოვშინით ამ ახალგაზრდა ბავშვ ბიჭებს. ზოგი კვდებოდა, იმიტომ რომ საკუთარ მოვალეობებს არასრულებდა, არასწავლით საყარაულო წესდებას, იარაღთან მოპყრობას და ვარდებოდა ეს იარაღი და ზოგი მეგობარს არ ტყამდა თავში, ზოგი თვითონ ირტყამდა, ზოგს კლავდნენ იქ და მე იარაღი გავარდა იქ შემთხვევით და არავინ არ იყო და თავში მოხვდა და აბა ჯარის ღირსებას ყوار შევარცხვენთ და თქვენი დედა მოვტყან, თქვენი ბიჭო, თქვენ დღეს ხმას უნდა იღებდეთ დანაშაულზე? ვიღაცა ქუჩაში ნიღბიანი გადაცმული კაპრალი რო დგას და იმას იქედან თქვენი მეგობარი ვიღაცა დედამოტყნული რო ეუბნება, ეს გააკეთე და ის გააკეთე. წადი და იმაზე ილაპარაკე, გომელაურზე ილაპარაკე. წადი და იმაზე ილაპარაკე, იქ შენი მეგობარი რო იყო თავდაცვის სამინისტროში და ოპერატიული სამმართველოს უფროსად რო გადმოიყვანეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც მე დედა მოგიტყანით და გამხილეთ ბავშვების წამებაში, ადგილებზე რო ჩაანაცვლეთ, დღეს თავდაცვის სამინისტროში ზია, ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადმოჯდება. ეგ არის. გიცნობთ, დიდი ხანია გიცნობთ, ნანახი სურათები ხართ. მე ხლა ამ თემაზე მეც ამ წუთას საუბარს არ გავაგრძელებ. მე ეს მესიჯი მინდო და გამეკეთებია ამ პროჯექტისთვის რა. და დანარჩენი ახლა მე დანარჩენი ამ ყველაფერთან მიმართებაში გაგრძელდება საუბარი. კაპანაძე არის სერიოზული მწვალებელი, სერიოზული წურბელა. ამ კაპანაძე სუსის კადრები კი არა ყავს მარტო იქ მოყვანილი კუდი, ეგრეთ წოდებული სოდი. მე შენ რატო წადიო გემუქრებოდან? მე მუქრებოდან ზაო გერა თავზე დამესხნენ მოსაკლავად და რა ვიცი ოფიციალურად თავდაცვის და უშიშროების კომიტეტიდან თავდაცვის მინისტრიდან დასწრებული ყველა ჩემზე ნადირობდა. რამდენს გაუძლებდი ბიჭო ერთი კაცი. აქ რო ხა დღეს პროჭკუა პატრიოტები რომ წეს, რატო წახვედი? კი არა, წავედი, იძულებული გავხდი უკან და მიხია. ტაქტიკურად დავიხიე უკან, სიტყვით კი არ დავიხიე უკან, ან საქმით კი არ დავიხიე უკან. მე რო ეს ნაბიჯი არ გადამედგა, გამიგე? მე იმ ფრონტის ხაზზე რო დავრჩენილიყავი საქართველოში, ხო? ხო დამესხნენ თავზე, ხუთ კაცთან ერთად, თავისი გადამღებით, თავისი ჟურნალისტი, თავისი ადვოკატი, წარგინახია, კაცთან საქმის გასარჩევად მიდიოდა ადვოკატი, ჟურნალისტი და ტელეგადამღებით. თან უნდოდათ, რომ რაღაცა კონცერტი შეექმნათ ჩემგან რა. კარგად გიცნობთ, ზეპირად გიცნობთ და ზედმიწევნით გიცნობთ ყველას რა. თქვენ ოპონენტთან, ქართველ კაცთან დიალოგის, ოპონირების ტრაკი რო არა გაქვთ და არც გქონდათ. ეხლა არ მოგწონთ ზოგს ჩემი ლაპარაკი, მაგრამ პარლამენტში როცა გამოდიოდით დედას გიტყნავდით იქ ძდილობიანად, თქვენ არც იქ არ მოგწონდათ ჩემი ლაპარაკი და კარები დამიკიდეთ და არ მიშვებდით მე. ქუჩაში ვლაპარაკობდი და თავზე დამესხით იქ ქუჩაში კი ნაღამომბა და ახლა აქაც აღარ გინდათ ვილაპარაკო? არ ბევრს ვილაპარაკე, ბევრ სიმართლეს ვიტყვი, ბევრჯერ შეგაწურხებთ. სხვანაირად მაო როგორ გამოვაჩინო თავი მითხარი? თინახი და შელივით კოლგოტკას ხوار ამევიცმევ და ხებეს ხوار წევიკრავ ზევიდან და ხوار ვიტყვი აგერ თქვენი გენშტაბის უფროსი აგაშენებთ. მე მაგ ჩემი ღირსება და ჩემი ბრძოლის მეთოდი. ჯერ გაიგე მე ვინა ვარ და რა გამივლია და როგორ მიწვალია და როგორ მოსულ ვარ ამ დღემდე რა. და მე გამიკეთეს კომენტარები და არ არის აუცილებელი ყველგან კომენტარი წერო თუ არ იცი. წადი და იმით დაინტერესდი შენი ქვეყანა ყველაზე სუსტი რო არის რეგიონში აზერბაიჯანი, სომხეთი რო შენზე ძლიერია, თურქეთზე რო არაფერს არ ვლაპარაკობ და ამდენი დედამოწმულის ხელში თუ დაიწყო რამე კონფლიქტი, ისე გადაგვიბალახებენ ვითომ არაფერი. აი ეს არის პრობლემა. აქ ხედავ მე სატკივარს. აი ამაშია უბედურება.
აი შემოკარგებო მე ეხლა კაპანაძეს მე აქედან ვერ მოვსკნი რა ქვია და ვერ მიუძღვნი აქედან მთელი იმას რა ქვია ეთერს მაგრამ კაპანაძემ უნდა იცოდეს რა რომ დედა აქ მოტყნული ნებისმიერ შემთხვევაში რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს და რა მთავრობაც არ უნდა შეიცვალოს მაგან უნდა იცოდეს რომ მაგის კრიმინალი ისე ამოტივტივდება ზევით როგორც ნეხვი და უკვე ტივტივებს მაგის მიერ ჩადენილი კრიმინალი ჯერ ძალიან პატარა ფაქტს გეტყვით რა როგორი ნაბუზვარი იყო იცი ჯარში იყო ესეთი დედამოწყული ცაბაძე რომელიც უფროსი ლეიტენანტიდან ომის შემდეგ გახდა პოლკოვნიკი ესეთი დაწინაურება ჯარში არ ხდება წარმოუდგენელი რაღაცა ერთი წოდებით შეიძლება დაწინაურდე მაგრამ უფროსი ლეიტენანტი გადაახდეს მაიორს გადაახდეს ვიცე-პოლკოვნიკს და გახდეს პირდაპირ პოლკოვნიკი ესეთი არსად აფრიკის ჯარში არ ხდება აქ გახდა გამიკე და ეს ნაბოზვარი კაპანაძე ამას ამსახურებდა და აგროვებდა პოლიტიკურ ინფორმაციას და 2012 წლამდე ეს დედამოწყნული ეს ცაბაძე გიორგი ცაბაძე ჟურნალისტებს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ჟურნალისტებს თავში წიხს უთყავდა დედას უთყნავდა ქუჩაში რომ მოვიდა ეს თემა წამოწიე და თქვი რომ ეს დედამოწყნული იყო პოლიტიზირებული ნეხვი ჯარისკაც ბიჭო რა საქმე აქვს ჟურნალისტთან გინდა ქართული ოცნების იყოს გინდა ნაცმოძრაობის გინდა სუჭუმუჭუკლუჭუნიასი რა იცით რა ერთი დღით გადააყენეს ეს ორი ნაბოზვარი ვითომ მიზორიამ ჩაატარა გამოძიება ქართულმა ოცნებამ კაპანაძემ დაასკვნა რომ ეს ტიპი ჭირდებათ და დატოვეს თანამდებობაზე რა და ამის ყველაფრის რატიფიკატორი იყო ეს კაპანაძე კაპანაძე უბინძურესი არსება ესა სისხლის სამართლის დამნაშავე ამას არ უნდა მიეცეს იმის უფლება სამოქალაქო სივრცეში ისუნთქოს და ვერც ისუნთქებს ეხლა ვინც ამის ეგრეთ წოდებულ სტატიებს ბეჭდავს ყველა არის თავის დროზე მის მიერ სუბსიდირებული ნაბოზვარი ყველა ანუ ყველა სჭირდება მისგან შექმნას რაღაცა კომპეტენტურობის განცდა და რაღაცა ყლეობა რომ გამოიყენოს მე ეს პრეზერვატივს რო წარმოანცობენ ფალოს აი ისე რომ იქნებ ქართულ ოცნებას უკეთესად შეუსრულდეს დუმებში აი ეს ცხვრის ბიზნესით დაკავებული სინკარების ქურდი რომელიც ქვეყანაში გენერალად გვიჯდა ეს გამოყლევებული და წავიდა როგორ იცი ბოლოს უთხრა კოცებმა რომ თუ არ წახვალო სისხლის სამართლის საქმეს აღიძრებდა და გიჭერდო ეს არის ტიპი რომელიც ხიდაშელს უფლებას აძლევდა იმაში ქართულ ყაზარმებში მეჩეთები გაიხსნათ მეც მე არაფერს არ ვიტყვი ეს გამოგონილი არაფერი არ არის ტელეფონოგრამები ინახება ყველაფერი შეერახებული ძალების არქივებში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს გამოძიებას ამოიღონ მოიკითხონ რა ხდებოდა როგორ ხდებოდა ვინ ჩალიჩობდა ამ ექსტრემისტულ საკითხებზე და ასე შემდეგ აი ეს კიდე შემიძლია ამ ყველაფერზე გავაგრძელო დავამატო მასალები მაგ ძალიან ბევრი და ერთ დღეს ალბათ ასეც დავიწყებ ლაპარაკს დავჯდები შევეხები მისი შვილის ბიზნესს რა აკეთა როგორ აკეთა კორუფციით ნეპოტიზმით რას აკეთებდნენ ეგრეთ წოდებული ინვალიდების დეპარტამენტში როგორი არასახელმწიფოებრივი მიდგომები ჰქონდათ შესყიდვებზე როგორი დასაქმების პოლიტიკა ჰქონდათ ალასანიას პარტიის წევრებზე როგორ გენერალურ შტაბში ნიშნავდნენ გამოუცდელ პატარა ბიჭი-ბუჭუნიებს იმიტომ რომ ალასანიას პარტიიდან იყვნენ ერთი დღე რო ჯარში არ ჰქონდათ დროშებს ნამსახურები და ამ ესენი ყველაფერი სიებით ამაკ მე და ყველაფერი ხდებოდა ამ დედამოწყნულის რატიფიკაციით და ხელმოწერით ეს კლოუნი კილერი რო გამოგიგზავნონ მაგ რაშვები გამოგზავნონ ჯიგარო გამოგზავნონ კაცი ღირსებით უნდა დაიბადე და ღირსებით უნდა მოკვდე აი ამის თქმა შემიძლია მე თქვენთვის მხოლოდ რა რაც უნდათ ის გააკეთო всё მეც მე ვერაფერს ვერ გეტყვით რა მე შიში არა მაქვს შიში მაგ მარტო იმისი ჩემი მოვალეობები ვერ შევასრულე ჩემი ღმერთის ჩემი ოჯახის და ჩემი უფლის და ჩემი სამშობლოს წინაშე პირველ რიგში რა აი ეს არის და ეს არის აი ამის თქმა მინდოდა მე ეს ხარება საიდან მოათრიოს გაანებეთ თავი ჯიგრებო ამ ხარება იქნება თუ ეს იქნება რა ქვია გოგია იქნება არ შეიძლება ასე ადამიანებზე გამოკიდება ესენი არის ამათ მიერ შექმნილი რაღაცა საფრთხობელები არავინ არ არის კაცო ის ხარება ჩვეულებრივ ნაცმოძრაობის რეჟიმი იყენებდა როცა ჭირდებოდათ მერაბიშვილს ორი გვამის და სამი გვამის შექმნა
ერთ-ერთი ჩვეულებრივი ნეკათითი იყო ფეხზე რა. მეტი არავინ არ ყოფილა ეს ხარება. ის ხარება ქართულ ოცნებაშიც და ნაციონალურ მოძრაობაშიც კიდე ყველაზე პატიოსანი კაცია ესა ტექნიკური შემსრულებელი და მეტი არავინ. ოღონდ მართლა გეუბნებით რა ამას. პრობლემა არის აი ამ ნაბოზრებს, როდის იყო ბიჭო ჯარისკაცი ეკითხებოდა ომის დანაშაული ეკითხება გენერალს. ჯარისკაცი მიდის ასრულებს კი იმა ყველას მორალზეა საბოლოო ჯამში ყველაფერი, მაგრამ არავინ არ არის ეს ხარება აი თქვენ თვალში გადიდებული ისა რა ქვია ბეწვი არის დირეთ რა. საერთოდ არანაირი აგრესია არ მჭირს ამ გამოყლებებულ ტიპზე. მე მაგას რო უყურებ ამ ხარებას, მე გეფიცებით რაღაც ძაღლს ქუჩაში უფრო დიდი ინტელექტი აქვს იმას რა ქვია მაწანწალად ძაღლს ვიდრე ამ ყლეთავას რო შეხედავ რა. როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული აქცენტი გააკეთო? თქვენ მართლა გონიათ რომ შეერაღებული ძალების ან ძალოვანი უწყებების ჩამოყალიბებული სტრუქტურის თანამშრომლები იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროებათა თავდაცვის სამინისტრო ისეთი დაბალი ინტელექტის არის როგორც ვიღაცა ხარება? არა, ჩემოკარგებო, თქვენ არ გინახიათ სერიოზული პერსონები, ისინი არიან სახელმწიფო მოღვაწეები. ნებისმიერ თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი ის არის სახელმწიფო მოღვაწე. სამწუხაროდ რო თქვენ არ გქონიათ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ესეთი ხალხი ახლა ვისაც მე ვიცნობ სერიოზული სწავლის და განათლების პატრონი, ვისაც აქვს მართლაწლები ნამსახური ამ უწყებაში, ან მუშაობს ისრაელში ვიღაცას რაღაცა არალეგალურად იმალება ქარხანაში, ან წასულია იტალიაში ვიღაცის მიწას თოხნის იქ, ან რაღაცა იქ რო დადიან იქ რაღაცა ბალკონების კეთებლად არის შემძვრალი პოლონეთში და ასე შემდეგ რა. ეს არის სიმართლე. დარჩენილი არიან ეს გამოყლებებული ტიპები და ჯერ შეხედე დააკვირდით ამ ხარებაზე არც მინდა ვილაპარაკო, მაგრამ კაცი ორ სიტყვას რო იტყვის იმის ინტელექტში არც კი ვიცი ეს ხარება ვინ არის, დედაბუდიანად ვიცი ვინ არის, მაგრამ იმდენად ნულოვანი პერსონაა საერთოდ არ მიიღეს მაგაზე ლაპარაკი. აი ეს ხუციშვილები, აი ეს კაპანაძეები, ეს ნუტიძეები, ეს შაიშმელაშვილები, აი ეს კუდის სასტავი ვინ და სოდის სასტავი ესენი მაზმიაშვილები, მარდნიაშვილები, გვარგადაკეთებული პროჭიაშვილები რა, ესენი არიან, იცით რამდენი არიან? სიები არსებობს კაცო ამისი. და თქვენ ამაზე წარმოდგენა არ აგაქვთ. და ესენი ყველაფერი არის, აი ყველა თითოეული ნაბუზვარი თანხმდებოდა აი ამ კაპანაძის ხელზე. და ერთი გამოდით და ერთი დაუსვით შეკითხვა იმ კაპანაძეს, აი ეს დედამოწყნული შაიშმელაშვილი წლების მანძილზე როგორ მსახურობდა მის დაქვემდებარებაში და როგორ დამალეს სამხედრო ბაზაზე ბავშვების წამების ფაქტი და როგორ აყენებდა პერმანენტულად ჯარისკაცის დედას შეურაცხყოფას და როგორ ცადა ჯარისკაცმა სუიციდის ფაქტი და ეგ ჩემი მეგობარი რო არ ყოფილიყო და ავტომატისურად რო არ გამოეღო პირიდან როგორ მოიკლავდა კაცი საგუშაგოზე თავს. თქვენ ამაზე ილაპარაკეთ. რამდენი ერთი პატაკი მიგვიტანია რომელიც სუიციდის მცდელობას ეხებოდა. და არც სისხლის სამართლის მსვლელობა არ მოყოლია. ყველგან ჩვენ ხო არ გავწუდებოდით ერთი და ორი კაცი. სადაც მივეწია იქ ხო მოუთხარესარეველა. რო ვლაპარაკობ რაღაცას, ვლაპარაკობ ფაქტები და ვლაპარაკობ მტკიცებულებები თუ რა. გავლით კი არ ყოფილა, შეერაღებულ ძალებში განავალი კი არ ყოფილა. მე განავალი სული ამ სიტყვის მნიშვნელობა. განავლები არიან ესენი. ოფიცერს რომელსაც ჯარისკაცი სამწყობრო მოედანზე ხებეს ეგრეთ წოდებულ პიჯაკს შემოახებს სამხედრო სამოს ქვია ხებე და ცხვირით ათრევს სამწყობრო მოედანზე ის როგორც ოფიცერი მკვდარია არა თუ როგორც შტაბის უფროსი. აი ესეთი ტიპი იყო შაიშმელაშვილი. აი ესე ურტყამდა საკუთარი პირადი შემადგენლობა მაგას. იმიტომ რომ ავტორიტეტი არ ქონდა. და მე ესეთი ტიპი გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გეგმავდა ხალხის ცემას ქუჩაში. თვითონ იმალებოდა 20-21 წლის ბიჭების უკან და მე რომ მიხვდა რომ დედა ქონდა ბოლოს და ბოლოს მოტყნული, ადგას დაწერა განცხადება და წავიდა. ამარტივია რა, განცხადება დავწერე, წავედი და პასუხისმგებლობა მოიხსენე. როცა 50-ზე მეტი ადამიანი რეანიმაცირებულია და როცა ზოგი კომატოზურ ძილშია და როცა ამხელა პრობლემები შეიქმნა და როცა ქართველს დაარტყა და ქუჩაში სისხლი იღვრება. გენერლები, ოპერატიული დანაყოფების უფროსები და დაძდევხართ ქუჩაში ვიღაცა გამოყლებებულ ხარებებს და უფროს ლეიტენანტებს და მასკა ასე ეკეთა და სელფი ისე გადაიღო და ჩამოყალიბდით რა.
სწორი მიმართულებებით ისწავლეთ შეკითხვების დასმა. ესე მარტივი არ არის. ეგრე. რაც შეეხება კილერს და იმას აქ წერდნენ. თუ ვინმე რამე შეეცდება, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება, აქ არის საფრანგეთი და ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ესე ტერორისტულ აქტებს თავდასხმებს და პოლიტიკური დევნილების მიმართ სიცოცხლის მოსპობის ოპერაციებშია ჩართული, მარსელში არსებობს ისეთი ციხე, სადაც ასეთ ადამიანებს სამუდამოდ სვამენ. და შეეგუეთ მაგისთვის, თუ ვინმე ხელს მოაწერთ მაგისკენ და დანარჩენი ახლა მე არავის არ დაგრჩებით უპასუხოთ რა, დარტყმა მორევაზია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე საქართველოში ერთ ორ კაცს კი არ გამოგცევი ვარ. ანუ ვიღაცის ხელის მოქნევის კი არ შემშინებია. მე მებრძონდა სისტემა. ერთი კაცი სახელმწიფო რო ქვია, მოძალადეთა სისტემასთან ყოველთვის წააგებ. სამხედრო თქვა სტრატეგია იცი და შეხედულება სწორი გაქვს იმ ბრძოლის მონაკვეთის სიუჟეტზე, ხო? უნდა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, შენ დამარცხებული არ აღმოჩნდე. ომი ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი. ბრძოლა შეიძლება იყოს ერთ დღეში, დაწყებული და დასრულებული. თუ ომს იწყებ, ხანგრძლივ პერსპექტივაში უნდა გქონდეს გეგმა როგორ დაამარცხო. და ქართულ ოცნებას დამარცხება არ უნდა. თავისი არაბუნებრიობა მოსპობს ამას. და აი ამ პატარა ნაბიჯრებს, რომლებიც ქართული ოცნების ანასხლეტები არიან და იბრძვიან ხელისუფლებისთვის, ამათ მოსპობთ თავიანთი კრიმინალი. აი ამის თქმა მინდა, აი კარგი ნათქვამია ერთი ყველა ხელისუფალი დამარცხებულია ვერავის ვერ უშველის ხელისუფალს ველანაირი არმია თუ ის მისი ცოდვების მონა არის. აი ესეთი რა არმია უნდა დაიცვას კაპანაძე, როცა ის მისი ცოდვების მონაა და კრიმინალია და სინგარების ქურდია და მამაძაღლია და მაიმუნია. ამის თქმა მინდა. აკეთოს და იჯდეს და წეროს და იმას კლას რა ქვია, ილაპარაკოს რამდენიც უნდა, მაგი არაფერს არ ნიშნავს ბატონებო საერთოდ. აი ამის თქმა მინდა და მე კაპანაძე აქედან ჩვენგან ელოდოს სათანადო პასუხს ამასთან დაკავშირებით. მე არა ვარ იმაში რა ქვია ჩელიაბინსკში. მე აგერა ვარ საფრანგეთში. ცხოვრობ ამ ქვეყანაში, სადაც არის ევროპული სასამართლო. ჩემი საქმე წარმოებს იქ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკურ დევნას ვედავები კაბანაძეებს, ხიდაშელებს, ამ ნაბოზრებს ყველას და მიღებული მაქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ოფიციალურად. და რა ვიცი, აბა წადით და ებრძოლეთ სიმართლეს. თქვენ ხო მაგრად გაგისწორდებოდათ, რომ მე ვიყო ჩელიაბინსკში, ვიქნებოდი რუსების აგენტი თქვენ თვალში და როგორც ასე ნათლავდით ადამიანებს, მაგრამ არ გაგიმართლათ. ევროპაში ვცხოვრობ. და ნაღიარები ვარ, სხვათა შორის, თქვენ განდევნილი. და ვლაპარაკობ სიმართლეს და ვისაც არ მოგწონთ, აი აგერ მაკოცეთ ერთ ადგილზე რა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე ყველაფრის მიღმა მე ქართველი კაცი ვარ, კაცო. და კიდე ერთ რაღაცას გეტყვით რა. ვისაც არ მოგწონთ ეს ჩემი ლოგიკა, ამათთან მიმართებაში ჩემი ტერმინები შერჩეული, ხო? ადეკით და გადართეთ რა, ნანუკას შოუს პასაჟირები მე აქ ამჭირდება. და კიდე ბოლოს დავასრულებ რა, ქრისტეს სიტყვებით დავასრულებ. თუმცა მე ღმერთო უფალს როგორ შევიდარებ, მაგრამ მაგ იმის უფლება, რომ ავიღო მაგალითი, ხორებს მარგალიტებს არ უყრია. და თქვენ თუ გონიათ კაპანაძეები, ხიდაშელები და უსუპაშვილები ხორებზე მეტად უკეთესი ძალიან შემცდარხდით. მაგალითად